ამათ შეუქმნეს ეს ყალბი ილუზია, რეალობა. ეს ხალხი ყველა ერთად გახადეს ეს სასარგებლო იდიოტები. ანუ ამათ წარმოდგენაში უკვე აღრეულია თეთრისა და შავის გარჩევა აღარ იციან და თან მე ამის შემდეგ როდესაც ეუბნებიან რომ იცი რა არის თქვენს გარშემოტრიალებს დღეს სოფლიო თქვენ ხართ გადამრჩენელები ქვეყნის და ევროპული დემოკრატიის მანდედან იწყება და ასე შემდეგ თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამ ხალხს ჯერავს ყველას დიდ უმრავლესობას ჯერავს რომ ესენი არიან გმირები და მათ უნდა გადაარჩინონ ქვეყანა. თუ ლაზარე არის გმირი, რატომ არ არის თქვათ სხვა გმირი? წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეს და ეს და ამათ რა გონიათ, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ამაზე. ვითომ სინამდვილეში არის ერთი ჯგუფი. აი ილუზიონისტების ის რო არის რაღაც ფილმი რო არის ილუზიონისტებს, ყალბი ილუზიებს რო ქმნიან. ანუ იქ ევროპარლამენტში არის რამდენიმე ჯგუფი და ერთ განცხადებას აკეთებს ვიღაცა თქვა ნატალია ლუაზო და იმაზე ამბობენ რომ კი ფრანგი ევროპარლამენტარია და ფრანგი ვიღაცამ გააკეთა განცხადება რომ მზია ამაღლობელი რაღაცა აგერ მთელი საფრანგეთი მზია ამაღლობელზე ლაპარაკობს აქედან ვიღაცა პრიბარტიკელი კი იქიდან ვიღაც გერმანელი და ამ გამოშტერებულ კატეგორიას ხალხისას აჯერებენ რომ ევროპაში არ დარჩა ქვეყანა და ხალხი რომლებიც ამაზე არ ლაპარაკობენ შესაბამისად გაჩნდა გმირები ანუ ხო და თან რა არის იცი ამას რომ ვერ ხვდები ერთი რომ განათლების პრობლემაა აუცილებლად განათლების პრობლემაა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა ეხლა ხო გახდნენ ისინი რა ქვია ზოგი გიჟი და ზოგი ჯანმრთელი არ არის თურმე მანამდე ხო ყველა ესენი ქვეყნის გადამრჩენელები იყვნენ მანამდე ხო ესენი ხელისუფლებაში უნდა მოსულიყვნენ მანამდე ხო ესენი იმუქრებოდნენ ესენი ხო დემოკრატიის დედები და მამები იყვნენ და რატო არავის არაფერი არ უთქვამს იმიტომ რომ თვითონაც ესეთები არიან მე ის მამაო აუცილებლად უნდა ვახსენო ხო მამაოზე სახელი დოროთე დოროთი რო მოწოდებს ვაკეთებ დოროთე ჩვენ ხო ყველა ვნახეთ რომ ჩართვა იყო სანდერი ნანა სანდერის ჩართული ყავდა რაღაცა კატეგორია ხალხისა და მათ შორის ხო და იძახიან კაცო ჩვენ არა ჩვენ მანამდე ვატყობდით კაცო ჯანმრთელი არ იყო ხარე მოითხოვა ხო მაგრამ ამას ზიან უსმენენ ანუ ის ლექციას უტარებს რევოლუციასთან დაკავშირებით და ეს მამაო და პასუხობს მამაო ასე რაღაცა ზის უსმენს სერიოზული სახით და მე რაღაცა დისკუსიაში შედიან ერთმანეთთან